I'm German Homelos, I drink coffee and I know things. 46 ეპიზოდის სიტყვა არის ზურგმუნდი. სიტყვა მეოცნები კი გვაქვს ქართულ ენაში, მაგრამ მეორეც რომ გქონდეს, რა უჭირს რო? თუმცა ზურგმუნდი მაინც უფრო ფართო მცნება გამოდის და ჭეშმარიტად აქვს საკმარისი სიღრმე, რომ მისთვის ახალი სიტყვა შექმნილიყო. ზურგმუნდობა არის ოცნებებითა და ფანტაზიებით შელამაზებული ცხოვრებით ცხოვრება, როცა ნამდვილი სამყარო ღაპრულობა და სილამაზე, სიდიადე, მასშტაბურობა არ ყოფნის ადამიანს და მას უმატებს ფანტაზიით და ოცნებებით ერთგვარ გაფორმებას, შელამაზებას, გასაინტერესოებას. ცოტა უხეშად შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ ზურგმუნდობა არის ტვინის გარკვეულ დონეზე დაზიანებულობა, მაგრამ უწყინარი და სრულიად უვნებელი. ძირითად შემთხვევებში კი ეს დაზიანება ბავშვობის ასაკში განცდილი საშინელი სტრესების განცდა გაძლების შემდეგ წარმოიქმნება, ანუ მაინც ფსიქოლოგიამდე მივდივართ აქაც. ზურგმუნდი ძალიან ბევრ და მძიმე სტრესს ხვდებოდა პატარა ასაკში და თანაც სრულად მარტო იყო ამ გაძლების პროცესში, ანუ მკურნალი და გამამხნევებელი არავინ ჰყავდა თავის გარდა. ამიტომ თავის დაუნებურად გამოიმუშავა ფანტაზიის რაღაც წარმოუდგენლად ძლიერი და ფართო უნარი, რათა ეს ყველაზე რთულ მომენტებში მარტოობისგან შექმნილი სიცარიელე რამით ამოევსო. თან უბრალოდ რამით კი არა, არამედ რაღაც ლამაზი და ლოგიკაში ჩამჯდარი ფანტაზიებით. ძალიან ძლიერი ადამიანია ზურგმუნდი. მას შეუძლია საზარელით კივილი რაღაც სილამაზედ და სიკეთეთ გარდაქმნას. ბევრი მის ადგილზე გაბოროტდა და აუტანელ პიროვნებად გაიზარდა. აღზრდას არ ვიტყვი. ერთადერთი ნაკლი ზურგმუნდობისა ისაა, რომ ზოგჯერ შეიძლება ფანტაზია და რეალობა ერთმანეთში აურიოს, თუმცა ასე არ რჩება სამუდამოდ. ეს ხარბეზები წამიერია და ამიტომ გიჟს და სულელს ვერ ვუწოდებთ მას. უბრალოდ ცოტათი თავისებური პიროვნებაა.